განათლების სამინისტროსთან პროფესორ მასწავლებლებმა, მშობლებმა და განათლების სფეროს სპეციალისტებმა აქცია გამართეს. ისინი განათლების ახალ სადავო რეფორმას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა ვერ პასუხობს მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და ლექტორების წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებსა და საჭიროებებს. მათი თქმით, დაგეგმილი ცვლილებების გარშემო კითხვები მეტია ვიდრე პასუხები. ადამიანები, რომლებსაც განათლების სფეროსთან შეხება არ ქონიათ, ადამიანები, რომლებსაც განათლების სისტემაში არ უმუშავიათ, ადამიანები, რომლებსაც სკოლაში, საჯარო სკოლაში ფეხი არ შეუდგამთ, ისინი წყვეტენ, როგორი განათლება უნდა მიიღონ ჩვენმა შვილებმა. სინამდვილეში ყველას ამ საზოგადოებაში დაწყებული მშობლით, მოსწავლით, მასწავლებლით, სკოლის ადმინისტრაციით, ლექტორებით, პროფესორებით, ყველამ იცის და ყველას ჯერა, რომ ჩვენ გვჭირდება განათლების რეფორმა. მაგრამ არა ესე, როგორც ახლა ხდება და არა ის, რასაც ესენი გვთავაზობენ. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება ხარისხიანი განათლება, როგორც სასკოლო განათლება, ისე საუნივერსიტეტო განათლება. მაგრამ შემოთავაზებული ზომები და ეგრეთ წოდებული რეფორმა საერთოდ ვერ გვიხსნის, როგორ აწევს განათლების ხარისხს. როგორ უზრუნველყოფს ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში განათლების ხარისხის ზრდას. როგორ არის შესაძლებელი ერთი წიგნით განათლების ხარისხის ზრდა. როგორ არის შესაძლებელი ფორმის ჩაცმით განათლების ხარისხის ზრდა. მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით. განათლება უფლებაა და არა პრივილეგია. ჩემი შვილი თქვენი იაფი მუშახელი არ იქნება. შეაჩერეთ ჩვენი შვილების მომავლის ნგრევა და სხვა. მე ვარ მეგი კალთუაშვილი, ორი შვილის დედა ვარ, 10 წლის და 16 წლის შვილები მყავს, სასკოლო ასაკში არიან ისინი და განათლების სამინისტროსთან მდგავარ, იმიტომ რომ იქნებ როგორმე გავაგონა ჩემი როგორც ერთი მშობლის ხმა, რომ მე არ ვარ თანახმა განათლების იმ წარმოდგენილ რეფორმაზე, რაც წარმოგვიდგინეს, რასაც რეფორმა დაარქვეს და ჩემი აზრით ეს იქნება განათლების სისტემის ისე დაბოლხარისხიანი განათლების სისტემის ნგრევა და აი ამაზე არ ვარ თანახმა. ეს არის ჩემი мотиваცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პროტესტი გამოვთქვათ, წინააღმდეგობა გამოვთქვათ, სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გაცილებით უფრო გაუარესებულ შედეგებს და ფაქტობრივად ჩვენ გვეყოლება დაკარგული თაობა, სადაც ეუბნებიან, რომ ესე იგი ელიტებისთვის უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი იქნება და დანარჩენი საზოგადოებისთვის უმაღლესი განათლების კარი იკეტება და გარდა ამისა, რაც თავარია იზოლაციონისტური პოლიტიკა არის, როდესაც მოსწავლეთა უდიდეს ნაწილს, აბიტურიენტთა უდიდეს ნაწილს ფაქტობრივად კარს უკეტავენ საზღვარგარეთ სწავლა-განათლების მიღებისათვის. წლებია ჩვენ ვლაპარაკობთ მაგალითად ისეთ პროგრამებზე, როგორც არის სასკოლო კვება ან სტუდენტური საცხოვრისი და ნაცვლად იმისა, რომ აქეთკენ გადაიდგას ნაბიჯები, აი ამ დეკორაციულ ცვლილებებს იღებენ. იმ ეგრეთ წოდებულ რეფორმას, რაც დაანონსეს, არაფერი კავშირი არ აქვს განათლების ხარისხთან და ხელმისაწვდომობასთან, პირიქით, თქვათ, ის აღვივებს უთანასწორობას, პირიქით ფორმალურ განათლებას 3 წელს აკლებს, ზოგადი განათლების მნიშვნელობას აბსოლუტურად აკნინებს და რაღაცა თურმე უმაღლესისთვის მოსამზადებელ ცენტრად გადააქცევს სკოლას. ადამიანის აზრი, ხმა არ უნდა დაიკარგოს, არ უნდა გაქრეს პროცესებიდან. არ შეიძლება რომ ერთი ადამიანის ინტერესებზე იყოს მორგებული მთელი სისტემა და ის კარნახავდეს მოქალაქეებს, რა ჭირდებათ მათ. ამ შემთხვევაში განათლების რეფორმაში და ფსიქიკური ჯანმრთელობის საქართველოს კანონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები აბსოლუტურად კონსულტაციების დაინტერესებული მხარეების სპეციალისტების ჩართულობის გარეშე მოხდა, რაც ადამიანებს უგზავნის სიგნალს, რომ თქვენი აზრი ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, თქვენ ნაცვლად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და ეს არის საგანგაშო, რითიც ისინი ცდილობენ დაამყარონ საქართველოში ტოტალიტარიზმი და ავტორიტარიზმი და ამის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ბრძოლა ხმის ამოღება
განადგურება არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ქართული ოცნების პარლამენტმა განათლების რეფორმის კანონპროექტს მესამე საბოლოო მოსმენით მხარი 10 დეკემბერს დაუჭირა. ცვლილებებს მოსწავლეების, მშობლების, სტუდენტების, ლექტორების, რექტორებისა და განათლების ექსპერტების ნაწილი კრიტიკულად აფასებენ. მათ თქმით, კერძო უნივერსიტეტებში საგრანტო პროგრამის გაუქმება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების შემცირება, 3+1+1 მოდელზე გადასვლა, პროფესორების ნაწილის სასწავლებლებიდან გაშვებას, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას და ევროპული განათლების სისტემიდან საქართველოს სრულ იზოლირებას ისახავს მიზნად.